ჰელოუინი. ზოგისთვის ეს მხოლოდ დღესასწაულია, კოსტუმები, გართობა, სიცილი. მაგრამ ეს ის დღეა, როდესაც წარსული კვლავ იღვიძებს. რაც არ უნდა დაბრუნებულიყო. ამ დღესასწაულზე ბევრი ლეგენდა არსებობს, ბევრი საშიში ისტორია, უამრავი აუხსნელი მოვლენა. დღეს მე მოგიყვებით 3 ისტორიას, რომელიც სწორედ ჰელოუინზე მოხდა. დავიწყეთ. რობერტის ისტორია დღემდე ბუნდოვანია. ზოგი ამბობს, რომ თოჯინა 1904 წელს რობერტ იუჯინს ბაბუა მაჩუკა, როდესაც იგი გერმანიიდან ჩამოვიდა. აი მეორე ვერსია კი ბევრად დამოუკიდებელია მეგობრებო. თითქოს ოჯახის ერთ-ერთმა დამხმარემ, რომელიც უკმაყოფილო იყო თავისი დამსაქმებლებით, სპეციალურად აჩუქა ბიჭს დაწყევლილი თოჯინა შურისძიების მიზნით. საერთოდ ვინმეს რატომ უნდა აჩუქოთ დაწყევლილი თოჯინა შურისძიების მიზნით? ზოგადად დაწყევლილი თოჯინა ვინმეს რატომ უნდა აჩუქო? მეტი უკეთესი შურისძიება ვერ მოიფიქრა? პატარა რობერტი და თავისი თოჯინა განუყრელი მეგობრები გახდნენ. გასაკვირია, მაგრამ ეგრეა. და მალევე ოჯახმა ძალიან უცნაური რამ შეამჩნია. მათ ღამე ისმოდათ თუ როგორ ელაპარაკებოდა რობერტი თავის თოჯინას. მაგრამ ყველაზე შემაძრწუნებელი რაც იყო ის, რომ ამ საუბარში ორი სხვადასხვა ხმა ისმოდა. დიახ, არ მოგესმათ, ორი სხვადასხვა ხმა. მეზობლებიც კი ამჩნევდნენ, რომ თოჯინა თითქოს თავისით მოძრაობდა. ან ნივთებისრი დადგეს, როდესაც ოთახში მხოლოდ თოჯინა იმყოფებოდა. დროის გასვლასთან ერთად უცნაურებებიც მძაფრდებოდა. ფურნიტურა გადაყირავებული იყო, სათამაშოები დამტვრეული და როდესაც მშობლები ეკითხებოდნენ რობერტს თუ ვინ გააკეთა ეს ყველაფერი, პასუხი ერთი იყო. ეს რობერტმა გააკეთა. თოჯინა. კი, თოჯინა. მეგობრებო, რობერტის ისტორია იუჯინოტოს სიკვდილის შემდეგაც არ დასრულებულა. ამბობენ, რომ იგი კვლავ ბროტებას ჩასდის. ვინც მას პატივს არ სცემს, ან ვინც ფოტოს უღებს ნებართვის გარეშე, იგი მას წავის. მის ხორებაში ყველნაირი უბედურება ხდება. მაგალითად, ავტოავარიები, მოულოდნელი დაავადებები ან მოულოდნელი ურთიერთობის დაშლა. თუმცა მეგობრებო, ამბობენ, რომ ბედის გამოსწორება შესაძლებელია. როგორ იცით? ერთადერთი გზა არსებობს. ბოდიშის მოხდა. თქვენ თოჯინას უნდა მოუხადოთ ბოდიში, რომ შემდგომ თქვენი ბედი გამოსწორდეს. დღეს კი თოჯინა ინახება ფლორიდაში, ფორტ ისტ მარტელოს მუზეუმში, მინის კანადაში. რობერტი მართლა დაწყევლილია თუ ეს ყველაფერი უბრალოდ ლეგენდაა? პასუხი თქვენზეა, მაგრამ თუ ოდესმე ქივეში აღმოჩნდებით და მუზეუმს ეწვევით, და გავიწყდებათ, რომ სანამ რობერტს ფოტოს გადავიღებთ, უმჯობესია ნებართვა სთხოვოთ. ყოველი შემთხვევისთვის. ოდესმე თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ რატომ არის გოგრა ჰელოუინის მთავარი სიმბოლო? რატომ ჭით მასში სახეებს, რატომ მათებ სანთლებს და რატომ დებთ მათ ფანჯებზე? მთავარი მიზეზი მეგობრებო, ბევრმა არ იცის. ეს ყველაფერი ერთ ადამიანს უკავშირდება, კაცს, რომელმაც ეშმაკი ორჯერ მოატყუა და რომელსაც სიკვდილის შემდეგ არც 64 არ მიიღო და არც ჯოჯოხეთმა. არც აქან ეწევიდე, არც იქან ეწევიდე, საწევიდე. არ ჯოჯოხეთში არ გამიშვეს, არც 64-ში. სადაა ჩემი ადგილი? საწავიდე. ირლანდიის ერთ-ერთ სოფელში, ცივი ღამის ბურუსში, ცხოვრობდა კაცი, რომელსაც სტინგი ჯეკს ეძახდნენ. იგი მთელს რეგიონში იყო ცნობილი როგორც ძუნწი და მატყუარა. ამბავი მირად ფართოდ გავრცელდა, რომ თავად ეშმაკის დაინტერესდა ჯეკით და გადაწყვიტა, რომ საკუთარი თვალით ენახა იგი.
ერთ ღამეს ეშმაკი სოფელში მოვიდა და ჯეკმა იგი ტავერანში დაპატიჟა. დალევის შემდეგ, როდესაც უკვე ანგარიში მოიტანეს, ჯეკმა ეშმაკს უთხრა: "გადაიქცი მონეტად და მაშინ გადაიქცი." ეშმაკი მონეტად იქცა და ჯეკმა იგი ჯიბეში ჩაიდო, ოღონდ ვერცხლის ჯვართან ერთად. ჯვრის ძალამ ეშმაკი ტყვედ აქცია და თავის ჩვეულ ფორმას ვერ უბრუნდებოდა. ჯეკმა კი იგი მხოლოდ ერთი პირობით გაანთავისუფლა, რომ იგი მას კიდევ ერთი წელი აღარ შეაწუხებდა. ეშმაკი დათანხმდა და შემდგომ წავიდა. ეშმაკმა თავისი პირობა შეასრულა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. ერთი წლის გასვლის შემდეგ იგი კვლავ დაუბრუნდა ჯეკს. ჯეკმა ეშმაკი ხელმეორედ მოატყუა და სთხოვა, რომ ვაშლის ხეზე ასულიყო და ვაშლი ჩამოეწყვიტა. როგორც კი ეშმაკი მაღლა ავიდა, ჯეკმა ხეზე ჯვარი გამოჭრა. კვლავ ხაფანში გახვეულმა ეშმაკმა იძულებით დადო პირობა, რომ იგი მას 10 წლის განმავლობაში არ მიეკარებოდა, მაგრამ მოვლენები სხვანაირად განვითარდა. ჯეკი გარდაიცვალა. 60-ში მისულმა ცოდვების გამო იგი არ მიიღეს. შემდეგ ეშმაკთან მივიდა ჯოჯოხეთში, მაგრამ იქაც არ იყო მისი ადგილი. ეშმაკმა თქვა, რომ ჯერ თვისის დრო არ ამოწურულა და იგი მას ვერ მიიღებს. ანუ ჯეკი იმაზე მალე გარდაიცვალა, ვიდრე უნდა გარდაცვლილიყო და ამიტომაც არ მიიღო იგი ეშმაკმა. ასაცინად და დასასჯელად ეშმაკმა მას მხოლოდ ერთი ცეცხლის ნაპერწკალი მისცა, რათა ბნელ გზებზე ევლო. ჯეკმა იგი ამოღრმავებულ გოგრაში ჩადო და დაიწყო მისი საუკუნო ხეტიალი. ხო, აი ეგ გოგრა თან რო ქონდა ცოტა უცნაურია, მაგრამ ლეგენდაში ეგრე ეწერა. მან თავისი სული ვერსად ვერ დაიმკვიდრა. ვერც მიწაზე ვერ დაბრუნდებოდა, არც ჯოჯოხეთში არ მიიღეს, არც 60-ში და ამიტომაც იგი სიბნელეში დადიოდა ამ გოგრით. ასე გადაიქცა ჯეკის ლეგენდა ჰელოუინის სიმბოლოდ, ამოჭრილ გოგრებად, ანუ ჯეკ ო ლანტერნებად. ჰელოუინზე, როდესაც გოგრას თლით და შიგნით სამთელს დებთ. გახსოვდეთ, რომ ეს უბრალო დეკორაცია არ არის. ეს არის სტინგი ჯეკის ხსოვნა და მისი უსასრულო გზა ბნელ სამყაროში. დამამშვიდებელი სეირნობა პლაჟზე. ბევრს ეს უყვარს, განსაკუთრებით შემოდგომის ცივ დღეებში. ლამაზი ფოტო არა? ეს არის დრეივენ ბეი, ადგილი, რომელიც შემოდგომაზე განსაკუთრებით მოაჯადოებს ადამიანს, თავისი მშვიდი ტალღებით და ნარინჯისფერი ცით. ერთ ასეთ დღეს კრისტოფერ რისმა და მისმა ვაჟმა დილანმა გადაწყვიტეს იქ გასეირნება. ზღვის ნაპირას სეირნობისას დილანმა სცილაში რაღაც ჩაფლული შენიშნა. თეთრი ყარი ნივთი, რომელიც ჩონჩხის ნაწილს გავდა. მან მამამის დაუძახა და აღფრთოვანებით უთხრა, რომ დინოზავრის ძვალი იპოვა. კრისტოფერს რა თქმა უნდა გაეცინა. იფიქრა, რომ ეს უბრალოდ ცხოველის ძვალი იყო, მაგრამ მის შულს იმდენად მოსწონა დინოზავრები, რომ ეს სურვილი მასში არ ჩაუკლა და დათანხმდა სახლში წაღებაზე. როცა კრისტოფერმა ძვალი ცოლს აჩვენა, პირველი სიტყვები რაც მან თქვა იყო: ისინი ადამიანისას გვანან. სწორედ ამ მომენტში კრისტოფერი შეშინდა და გაიაზრა, რომ ის რაც თამაში ეგონა, შეიძლება რომ რეალობა ყოფილიყო. შეშინებულმა კრისტოფერმა გადაწყვიტა მისასთან აკავშირება, რადგან მას ყავდა ნაცნობები, რომლებიც შეძლებდნენ კრისტოფერის დახმარებას. სპეციალისტებმა კარგად დაათვალიერეს ძვალი და დასკვნა ერთხმად გამოიტანეს, რომ ეს ნამდვილად ადამიანის ძვალია. ამ აღმოჩენამ ყველა შოკში ჩააგდო, რა თქმა უნდა, მეც შოკში ვიქნებოდი. დილანმა, რომელსაც ეგონა, რომ დინოზავრის ძვალი იპოვა, სინამდვილეში ამოთხარა ადამიანის ძვალი და სახლში სუვენირად მიიტანა. კრისტოფერმა ყველაფერი პოლიციაში ატყობინა და დრეივენ ბეი დროებით გადაკეტეს. რამდენიმე დღე აწარმოებდნენ სერიოზულ გამოკვლევებს და საბოლოოდ დაადგინეს, რომ ეს ძვლები ადამიანს ეკუთვნოდა, რომლებიც მე-17 და მე-18 საუკუნეში ცხოვრობდნენ და ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც აქ ძვალი იპოვეს.
რამდენიმეჯერ დაფიქსირებულა ესეთი შემთხვევა. ალბათ იგივე შეკითხვა გაგიჩნდათ როგორც მე, როდესაც პირველად ნახე ეს ინფორმაცია. რატომ უნდა პოულობდეს ჩვეულებრივ პლაჟზე ადამიანი ძვალს? მეგობრებო, კი, შეიძლება რომ უფრო საინტერესო პასუხი ქონოდა ამ შეკითხვას, მაგრამ სინამდვილეში კლდე, რომელიც ამ პლაჟთან მდებარეობს, დროთა განმავლობაში ინგრევა და მასში ჩაფლული ძველი ნაშთები ზედაპირზე ამოდის. შემდგომ ადამიანები მას პოულობენ და პოლიციას ატყობინებენ. შემდეგ იგივე მოვლენები მიმდინარეობს. ტერიტორიას ყოველი შემთხვევისთვის კეტავენ. იქნებ სერიულია სადმე ახლოს, მაგრამ არა. ეს უბრალოდ კლდიდან ჩამოშლილი ადამიანის უძველესი ნაშთებია. მაინტერესებს, ამ ისტორიების მოსმენის შემდეგ რას ფიქრობთ? იქნებ ყველაფერი დამთხვევაა. ან რეალობა იმაზე უფრო უცნაურია, ვიდრე გქონია. ჰალოუინი ყოველთვის გვახსენებს, რომ ზოგიერთი საიდუმლო ჯობია უცნობად დარჩეს, მაგრამ ადამიანი ყოველთვის ეძებს პასუხს. იქაც კი, სადაც პასუხი არ არსებობს. კარგი, მე ეგრე არ ვამთავრებ ვიდეოს, მოკლედ მეგობრებო, თუ მოგეწონათ ესეთი ტიპის კონტენტი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი. ძალიან მომწონს ესეთი ტიპის ვიდეოების გადაღება თქვენთვის და თქვენს თუ მოგწონთ, აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ჩემი უბობა. დაგვიდეთ მეჩინგ. მოკლედ მეგობრებო, ეხლა გემშვიდობებით.